ჩვენთან არის ღმერთმა დაგვაწოთ, ღმერთმა გაგახავთ ის კურთხევა, წყალობა, მადლი, სიკეთე არ მოგაყვა და დაგიფარვა დაგიცოთ ღმერთმა და დიდი მადლობა ყველა სოვის ესწრებით მსახურებას, მოდიხარ წირვაზე, ვიდრე თაკ თქვენ დაგასვათ და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხავთ და ღმერთმა გაგახავთ, ღმერთმა შეიწიროთ თქვენი ტაძარში მოსვლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთობლივ ლოცვას. ღვთის წინაშე ერთობლივად ხოვნას, ღვთის წინაშე ძალიან ძალავს. ესეც მაცხოვარია თუ სადაც 2 ან 3 შეიკრიბებოდა ჩემი სახელითო მე მათთან ვარ, ანუ მაგათთან ერთად ვარ. წარმოგიდგენთ ახლა ამდენი ადამიანი ერთად შეკრებილი ღვთის წინაშე, რამდენად უფრო ღმერთთან ვარ და რამდენად უფრო დიდი ძალა არის. ესა და ღმერთმა შეიწიროს თქვენი ყველა ტაძარში მოსვლა. ღვთის საყოლებაზე დასწრება ღმერთმა გაგახავთ და ღმერთმა ძალა მოგცეთ, რომ მერტობოიდან ვადიდოთ ღმერთი, მოგვითხოვთ ღვთისაგან რომ სენის აღება ჩვენგან და რომ განიკმოს ეს ერი უმძიმესი მდგომარეობა ხედავთ ქვეყანაში, მაგრამ ყველაფერი არის ღვთისაგან დაშვებული, პატრიარქ ციკადაგა ამაზე რომ ღმერთის ნებით ხდება ყველაფერი, ღმერთის დაშვება არის, ჩვენ არ დავაფიქსირეთ, ჩვენ არ დავაფასეთ ის მადლი და ის წყალობა, რაც ჩვენ პროექტებზე გადავიტანეთ და როგორი სასწაული იყო მართლა ღვთისაგან, რომ როგორი ისე მარტივად გადავიტანეთ. ადამიანი ესია, რაღაცასაც მარტივად იღებს, რაღაც ისეთი რო ხდება მარტივად, რასაც იღებს, მე მას მარტივად კარგავ. ესე მოხდა რომ მართლა თემ სოფლიოში მდგომარეობა იყო და ჩვენ როგორი დაცულები ვიყავი და არც კი მივაწერეთ ეს რომ ღვთისგან იყო ეს ადამიანის ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში ესე არის. ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა შეცხოვრებაში რაღაცა მოხდება, რაღაც ძალიან სასწაული და მას ადამიანი მარტივად და დღეს ეს სახარება ზუსტად ამის საოცარი მაგალითი, დღევანდელი სახარება. დღეს აგიკითხეთ დღევანდელი სახარება. მაცხოვართან წარმოიდგინეთ, მიდის 10 კეთროვანი კაცი. ანუ ახლოს ვერ ვახავდებიან, იმიტომ რომ მათ იციან, იცით თქვენ ეს კეთის შესახებ ამაზე არ ვისაუბრებ, იცით ამ სენის შესახებ, როგორი გავრცელებული სენი იყო, როგორი მძიმე სენი იყო და იცით რომ ადამიანს, როდესაც ეს უმძიმესი სენი შეეყრებოდა, ოჯახის წევრები ამ ადამიანს საქმიდან აძევებდნენ და მას უფლება არ ჰქონდა, რომ სადაც მოსახლეობა იყო, იქ გაჩერდებულიყო. უფლება არ ჰქონდა, მოსახლეობაზე ყოფილიყო და უნდა დაშორებული ყოფილიყვნენ ისინი მოსახლეობას და ეს კეთროვანი ადამიანები ცდილობდნენ, რომ ერთად შეკრებილიყვნენ და ერთად დევლოთ, იმიტომ რომ ტასაცმელიც კი ზოგჯერ არ ეცათ ხოლმე, ანუ ტასაცმელი, ვისაც იმას ქუჩაში გააგდებდნენ ხოლმე, ის ტასაცმელი შემოეწვითებოდა თმას და ქუჩა არავინ არ ზოგჯერ შიშვლების კი დადიოდნენ ეს დაწყულებული სხეული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ და ცდილობდნენ ეს კეთროვანები ერთად შეკრებილიყვნენ, ერთად დევლოთ ხოლმე. ეს ადამიანი რომ ერთად ეთხოვათ, ერთად დაეტანა თავი, სხვა გამოსავალი ამ ადამიანებს არ ჰქონდათ. და უმძიმესი სენი იყო, წარმოიდგინეთ და ესეთი უმძიმესი სენით დაავადებული ადამიანი ხდება მაცხოვარს, მათაც იციან მაცხოვრის შესახებ, გაიგებენ მაცხოვრის შესახებ და მიდიან მაცხოვართან, შორი ახლოს უახლოვდებიან მას და იქიდან ხმამაღლა ეძახიან, რომ თხოვო რომ გამკუნო, დაგვეხმარებო, ჩვენ რომ ძალიან მძიმე სენით ვიტანჯებით და დაგვეხმარე რომ გამკუნოთ. და მაცხოვარი ეუბნება მათ ესეთ სიტყვებს, რომ წადით და თავით თქვენი ვიჩვენეთ მღვდელთან. ანუ წარმოიდგინეთ ადამიანი მოდიან და ღვთის ძალა როგორია და ამათი წმენდაც როგორი იყო მანამდე. ამ 10 კეთროვანი კაცი რომ მაცხოვარი ეუბნება, თქვენ შეგვიძლია რომ ესე წესი იყო. თუ ადამიანი კეთრისგან განიკურნებოდა, ანუ კეთრის სენისგან განიკურნებოდა ადამიანი, ამ ადამიანს, ეს ადამიანი მისულიყო მღვდელთან, მღვდელს უნდა შეემოწმებინა ის და მე მღვდელი ადგენდა ამას, რომ განკურნებული იყო თუ არ იყო განკურნებული. ესეთი წესი ჰქონდათ ებრაელებს მაშინ. და მაცხოვარიც ეუბნება, წარმოიდგინეთ განკურნებელ ადამიანს, რომ წადით და თქვენი თავი უჩვენეთ მღვდელს, ანუ უკვე განკურნებული ხართ ამასწორებ, თან კეთრიებთ ამ ადამიანებს. და იმდენად ჯერათ ამ ადამიანებს მაცხოვრის რომ შეტრიალდებიან და წავლენ მღვდლისკენ, რომ მღვდელს ანახოს საკუთარი თავი. და გზაში როგორც კი წავლენ ეს ადამიანი იმთუჩივე იკურნებიან. როგორც კი დაიჯერებენ მაცხოვრი, ანუ რაც თხოვეს და როგორც კი მიიღებენ ამ სათხოვებს ისაგან, იმთუჩივე ეს ადამიანები იკურნებიან. და 10 ადამიანიდან მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ბრუნდება უკან, ისიც სამარიტელი, ეს 9 ებრაელია, ეს სამარიტელია და ბრუნდება უკან და მაცხოვარს ფეხებში უვარდება, ჩაუვარდება ფეხებში მაცხოვარს და მადლობას უხდის მაცხოვარს, რომ აი ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მან იცოდა რომ ეს სენი რა მძიმე იყო მისთვის. მას ხალხთან ყოფნის უფლება არ ჰქონდა, ადამიანთან უფლება არ ჰქონდა, თან ძალიან ტკბილეული იყო, იმიტომ რომ ის წყულები ჰქონდა, საშინელი წყულები ადამიანს ამ სენიდან გამომდინარე და მადლობას უხდის ღმერთს და უვარდება მუხლებში და ეუბნება რომ ძალიან დიდი მადლობა ღმერთო რომ გამყურე და მას ნახეთ მაცხოვრის სიტყვები. მაცხოვარი ასე ეუბნება, მარტო შენ განიკურნეო, ის ხრა სად არისო? ანუ ისინი ხო განიკურნენ, შენ თუ მოგმოდე და შენ თუ ვინ შენ გაკურნე იმას მადლობას უხდი. ის ხრა ადამიანებს ხო ესეთივე როგორც შენ ეტანჯებოდი, ისე არ ეტანჯებოდნენ ეს ადამიანები და ის ხრა სად არის? საყდურსაც კი არ ამოს, ხო და აი
გული რო დაგწდება ადამიანს რაღაცა გული რო გეტკინება ამ ხელა რაღაცა მოხდა მაცხოვრებაში გამოდიან გარბიან ვლევდა რომ ისევ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას მიეცე წარმოდაი საოცარი განმარტება ევროპის განმარტება რომ ესეთ რამეს ამბობს ევროპი რომ წარმოიდგინეთო ამ ადამიანებს ორი რამე აწუხებდა პირველი ეს ადამიანი სამარიტელიო ჯვრისგან იყო თავისუფალი ამიტომ რომ მას იმიდა სინოდრიოდან არავინ არ დააგდება ეკლესიის წევრობიდან თუ სამარიტელი იყო ებრაელები და ეს მდელმთავრები და ესენი გადაკიდებული იყვნენ ქრისტესთან და ვინც ქრისტეს მიიღებდა და ქრისტეს აღიარებდა სინამ ეკლესიის წევრობიდან დაგდებდნენ ამათ და ორი რაღაცა დაუდგა ამ ადამიანებს ერთიო რომ წასულიყვნენ მდელთან და რომ დაბრუნებულიყო ქრისტეს აღიარებდნენ ქრისტე შეიძლება მე ეკლესიის წევრობიდან გაიგოთ ამ წიაღში ვეღარ დაბრუნებულიყვნენ ერთი მიზეზი ეს არის რატომაც გარბიან ვეფიქრე მეორე მიზეზია წარმოიდგინეთ რომ იმდენად უნდა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში ისე ჩაეფლო ისე ამ ქვეყნიური ცხოვრება დაიწყო ეს ოჯახი ამ ქვეყნიური რაღაცები და ჩაერთო და ღმერთი იმდენად გარჭირდება თუ გარბიან ერთი სული აქვს რომ ისე ამ ქვეყნიურ ანუ ამაო ამ ქვეყნიურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ეს ორი თავისი მიზეზი არის ამათი რატომაც უკან არ უბრუნდებიან ესენი და მაცხოვარი უნდა ეს სამართლს ესეთ რამეს რომ ადექი არის დაჭიქილი ადექიო შენო უკვე შენ უფრო დიდი ანუ სულის ცხოვრება მიიღებო და შენი სულის განეკუნავო ამ შემთხვევაში ამათთვის მხოლოდ მაშინ პირველ შემთხვევაში მათი ხორცი განკუნა ღმერთმა ანუ კეთილისგან განკუნა მაგრამ სული ჯერ ამ ადამიანებს განკუნებული არის ანუ სულიერი კუნება მათ მიღებული არ ქონდა სულიერ კუნებას მიიღებდნენ მაშინ და სულად განეკუნებოდნენ მაშინ როგორც კი ისინი ღვთისგან დაიჯერებდნენ ამას და ღვთის ჯგუფს მიიღებდნენ ანუ ღვთისკენ წარმოვიდოდა მათი გონება და ფიქრი მაშინ დაიწყო სული კუნებას და წარმოიდგინეთ აი რატო ყვები ახლა ამ ყველაფერს დაკვრა მნიშვნელობა რატო ყვება ამას მაცხოვარი რატო ამბობს სახარება შემოს მაცხოვარი ადამიანები ბერშია დეონები ხოლმე ადამიანები თუ ტაძარში დადიან ტაძარში რომ მოდიან ხოლმე თხოვო ესეთ რამეს და მეუბნები ესეთ რამეს რომ თქვენი მიზეზი ტაძარში მოსვლისა უნდა იყოს ხოლმე და მხოლოდ ერთი ერთადერთი მიზეზით უნდა მოხვიდე ტაძარში შენ უნდა გქონდეს სურვილი იმისა რომ შენი სული გადაერჩინო ანუ მიზეზი შენ ტაძარში ყოფნისა მიზეზი იმისთვის რომ დღეს თქვენ ტაძარში ხარ ტაძარი სავსეა ეზოს სავსეა ამდენი ხალხი ხარ ტაძარში მოსული მიზეზი ერთადერთი მიზეზი უნდა იყოს თქვენ ტაძარში მოსვლისა რომ შენ უნდა გამოიკვლიო გამოიძიო შენში ღმერთი და უნდა მისდიო მის მცნებებს და უნდა ეცადო რადაც ამან დაგიძეს რომ საკუთარი სული გადაერჩინო და იცხოვრო ადამიანი რომელიც ტაძარში მოდის იმისთვის რომ რაღაც სამსახური დაკარგა და რაღაცა სამსახური დარჩა ადამიანი და მოდის და ღმერთს რომ აი ღმერთო დამეხმარო სამსახური მომეციო სამსახური მქონდეს როგორც კი ესეთი ადამიანი სამსახურს იპოვიდა ხო და ამიზნით აი ტაძარში მოსული აუცილებლად ის ეკლესიას მიატოვებს 90% ესე იქცევა როგორც ეს 9 დანარჩენი იმიტომ რომ 10 კაციდან ერთი დაბრუნდა 9 წავიდა როგორც კი მიიღეს საწადელი როგორც კი ის თავის სათხოვარი მათ აუსულდა მათ ღმერთთან ყოფნა აღარ ინდობეს ქრისტესთან აღარ მოვიდა ესევე ადამიანი რომელიც ეს აუსულდება ეს თხოვნა იმიტომ შეუბრუნდება და თუ არ აუსულდება ეს თხოვნა მაინც აღარ მოვიდა ღმერთი იმიტომ რომ ის მოვიდა თხოვა და მას არ აუსულდა ეს თხოვნა სამსახური ითხოვა ტაძარში არა მარხვა დაიწყო აგე გადადო ყველაფერი დუცი ყვავას თავიდანებო უამრავი რამე შეცვალა მაინც არ მიეცა სამსახური და რა მინდა ეგეთ ეკლესიაში თუ ჩემი თხოვნა არ შესულა მაშინ ამ ეკლესიაში რა მინდა და ადამიანი ტოვებს ეკლესიას ორივე შემთხვევაში თუ შენი მიზეზი არის სამსახური რო იშოვო ეკლესიაში მოსვით ხო შენ რო იშოვო სამსახური მაინც დატოვებ ეკლესიას და რო არ მიიღო სამსახური მაინც დატოვებ ეკლესიას იმიტომ რომ ის შენი სათხოვარი არ აგისულა ან შენი სათხოვარი აგისულა რა გაგინა მაშინ ამ ეკლესიაში მაგრამ ადამიანი რომელიც სული საცხონებლად ეკლესიაში მოსული და სულის გადასარჩენად მოსული ეკლესიაში მასზე რაც გინდა განსაცდელი დაეშვეს რაც გინდა ტკივილი დაეშვეს აი სულ უახლოესი ადამიანი გავიყაროს მისი ამქვეყნა ღმერთმა ის მაინც არ დატოვებს ეკლესიას იმიტომ რომ იცის რომ ეკლესიით კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ის თავის ახლობელს რომელსაც ეს ქვეყანის უკანა დატოვა იმიტომ რომ მან სულიერად უნდა გადაჭრა სულიერად უნდა ეშველოს მას სხვანაირად ადამიანი ქრისტიანში ვერ წარემატება და როცა ადამიანი ამას იაზრებს როგორც კი ადამიანი ამას თელი არსებით ხვდება გულში და სულში შეყავს მას ღმერთი ის ადამიანი ნელა იწყებს შეცვლას და მე ეს კრებული საფრთხო კრებული ეკლესიის წევრები სხვანაირები ხდებიან როცა ადამიანი ამაზე მუშაობს როცა შენთვის ეკლესიაში შენ არ მოდიხარ ეკლესიაში იმიტომ რომ რაღაცები ეკლესიაში შეიძლება ერთადერთი რამის შეძენა გინდა ეკლესიაში ღვთის მაგლის შეძენა გინდა ღვთის მაგლის მოპოვება გინდა ეკლესიაში რომ მოიპოვო ღვთის მაგლი და მე ღმერთი ამასაც მოგცეს მატერიალურსაც ყველაფერს მოგცეს ამაში თუ შენი
სულისთვის ეს ყველაფერი აუცილებელი იქნება, ღმერთი ამაში შეგეწევ, ამაში დაგეხმარება, ღმერთი ყველაფერს მოგწევს. თავარია შენ ღვთისწინაშე სიმართლე ეძებო, გახსოვთ სახარებაში რაც ეძებეთო ღვთისწინაშე სიმართლე და სასწავლელი ცათა და ყოველივე ეს შეგეძინება შენ. ანუ პირველი შენი მიზანი ქრისტიანის უნდა იყოს რომ ცათა სასწავლელი ვეძიო. მე როგორ დავემკვიდრებ ცათა სასწავლელს? ეს ჩემი ცხოვრების წესი, რითაც მე დღეს ცხოვრობ. ამით მე სამოთხეში მოხდები თუ ვერ მოხდები? ამას ადამიანები ფიქრობენ, შენ ამით ვეღარ მოხდები. მე რო ჩემ ნახე, აი როგორი შედარება რომ მოყვა, ძალიან მარტივი იყო გასაგებად ახლა. აი მაგალითად აი სპორტში სპორტსმენი მინდა გავხდიდა რომ მინდა რაღაცა ოლიმპიადაზე გავიდე. რა უნდა გავაკეთო ამისთვის? ჩემი სხეული უნდა მოემზადოს ამის რომ მე შესაბამისი უნდა გავიმარჯვო შეჯიბრებებში და ჩემი სხეული უნდა ვავარჯიშო რომ ოლიმპიადაზე მოხდე. სხვანაირად ვერ მოხდები და მე მიზანი მაქვს ამისა და მე თუ არ ვივარჯიშე და თუ არ განავითარეთ ჩემი სხეული და ფიზიკური მონაცემები, ხო? მე ეს ამ შეჯიბრებაში ვერ მოხდები. და ზუსტად მე რო ვიცი რომ წარმოგიდგენთ თუ ამ შეჯიბრებას ეს ჭირდება. წავიდე სულიერ იმას ამდენი რამე ჭირდება. მე რომ მიზნად დავუსახე საკუთარ თავს ქრისტიანად და მიზნად დავისახე ისო მე უნდა მოხდე დღეს არის ამბროსი მედიოლონის სენების დღე. ძალიან დიდი წმინდანის სენების დღე, საოცარი წმინდანის, არ ვიცი, აი უდესი მამის სენების დღე წარმოიდგინე. და მე რომ მინდა რომ ამ წმინდანთან მოხდე, მე რომ მინდა რომ გუშინ წმინდა ნიკოლოზობა იყო, გუშინ საბაობა იყო, გუშინ ოთხიძის ბარბარობა იყო, ამ საოცარი წმინდანის სენების დღე, იონე დამასკელის სენების დღე. და მე რომ მინდა ამ წმინდანთან მოხდე, მე როგორ უნდა მოხდე მათთან? მე ხო უნდა ვისწავლო ეს ჩემი ცხოვრება შესაბამისობაში არის ამ წმინდანების ცხოვრებასთან. ეს წმინდანები ხო ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და მათ ხო ამ სიტყვას მიაღწევდა სამოთხეში. ხო ეს ადამიანები არის. და მე რო სამოთხეში მოხდე და ამ ადამიანთან მოხდე, მე ამათი ცხოვრების წესი უნდა ავირჩიო. აი დააკვირდ, თუნდაც აი სამეგობროში როგორ არის, ხო მეგობრებს როგორ ეჩვენ ადამიანები. თუ ჩემთვის ეს ადამიანი მიუღებელია, მისი აზრობა, მისი შეხედულება, ჩემ მეგობარი ის ვერ არის. ვერ იქნება ჩემ მეგობარი, იმიტომ რომ ის თუ ჩემთან არ ფიქრობს და მე თუ მისთან არ ვფიქრობ, ჩვენ მეგობრები ვერ ვიქნები და ჩვენ ერთი სამეგობრო წრი არ გვექნება. აი სამეგობრო წრებს დააკვირდით. აი ერთნაირები არიან, აი მამათმავლები ერთად არიან, ნარკომანები ერთად მეგობრობენ, ლოთები ერთმანეთს ეძებენ, ერთად მეგობრობენ, ფეხბურთელები ძირითადად ერთად არიან, რაგბისტები რაღაც ერთად არიან. კი სხვადასხვა ისინი ადამიანებიც არიან, ძირითადად ხო ექიმები ერთად არიან, რაღაცა სამეგობრო ერთმანეთს ეკითხებიან რაღაცებს, ერთმანეთში ეძიებენ ამას. სამეგობრო წრე ერთი არის. და ეკლესია წამნახეთ ერთი განსხვავებულია, ეკლესიაში არის ყველა ერთად. ფეხბურთელიც, რაგბისტიც, ექიმიც, თანამდებობის წევრი, ღარიბი, აი დიდარიც, ყველა ადამიანი, აი ერთ სიცეში ხარ, ყველა ერთად არის ეკლესია და საოცართვის ებაქსო. ყველა პროფესიას და ყველა იმას ეკლესია ერთია. იმ სოდულსაც ის ნარკომანიც გას ამ ტაძარში, მემუღიშეც გას ამ ტაძარში, უნდა რომ შეცვალოს თავის ცხოვრება, ძიმე ცხოვრებით, ძიმე ცოდებით ყოფი ადამიანი და ეს ყველას ეკლესია ერთად აერთიანებს ამ ადამიანებს. იმიტომ რომ თქვენ ყველას ერთი მიზანი გაქვთ, იმიტომ ხარ აქ სხვადასხვა ფენის ადამიანები ხარ, დღეს ამ ტაძარში შემოსულები. სხვადასხვა ასაკის ადამიანები, აი პატარა ბავშვი და დაწყებული, ეგრე 90 წლით დამთავრებული ადამიანი, ერთად არის, ერთად ხარ ამ ტაძარში ყველა შემოკრებილები. აი საფთისი არის, აი ქრისტიანში ესე დაჯგუფება არ არსებობს. თქვენ ერთი რამე გაერთიანებთ ყველას. თქვენ ყველას გაერთიანებთ ქრისტე. თქვენი ყველას გამაერთიანებელი არის ქრისტე. და თქვენ ყველას გაქვთ ერთი მიზანი, ვინც ტაძარში ხართ შეკრებილები. თქვენ გინდათ ყველას უეჭველი მე ყველას აგვიდგება ეს გარდაცვალების დღე, მე დაიმკვიდროთ მარადიული სამოთხე, მარადიული სასუფეველი და მარადიული სიხარულის ეცაში. თქვენ ყველანი ამ მიზნით ხართ შემოკრებილები. ამიტომ თქვენ ყველანი ერთი დაძლები ხართ, ერთი აზროვნების სახართ, ერთი სამეგობრო ხართ, თქვენ ერთი ოჯახი ხართ. ეს ეკლესია არის ერთი ოჯახი. ყველას ერთმანეთის გვესმის, ყველას ერთმანეთის უნდა გვიყვარდეს, ერთმანეთს პატივს უნდა ვცემდეთ ყველანი. აი ძალიან ხშირად მე რევლის წერებისგან, ბევრი ადამიანისგან დამიგებ, ამაო, აი ჩემი გვერდზე ადამიანი დგას და ეს მესალმება, მე მეც მესალმე და არ ვიცნობდითო. და უკვე ისეთი მეგობრები გავხდითო, რომ აი საუკეთესო მეგობრები ვართო. დღეს აი ბავშვების მეგობრობის და მეურვაჩი, რამდენად უკვე დავმეგობრდითო და რამდენი ადამიანს დამეგობრდა ამ ეკლესიაში და ამ ტაძარში. მერტვა დააკლოცოთ ყველანი, მერტვა გაგახაროთ და ის კურთხევა, წყალობა და მადრიანობა დღეს შესტიქაროსას. მამუჩარს აქვს დაბადების და მამუჩარ წილაძეს მინდა მიულოცოთ თქვენი სახელით. ეს არის აი ჩვენი საამაყო ადამიანი, რავი ეკლესიისთვის, ჩვენი მრევლისთვის და ერთ-ერთი გამორჩეული მრევლი არის ეს კიოტები, ყველაფერი, რაც კი რამე შესრულებულია, ეს კიოტები და ეს ულამაზესი კიოტები არის მისი ხელით გაკეთებული. აი მართლა ხელოვნების ნიმუშებს ეს ადამიანი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ადამიანი ყავს მრევლში და
და ჩვენი სტიკაროსნები ყველანი ერთმანეთზე უკეთესები არიან, საოცარ მეგობრობენ, ჩვენი გალობლები ისე საოცარი მეგობრობა, ურთიერთობა ერთმანეთში და ერთმანეთს გაგახაროთ ყველანი მამჩა გილოცა კიდევ ერთხელ დაბადების დღეს ერთმანეთს გაგახაროს, ერთმანეთს დავაწყოს მამჩა და ის ხალობა და მაგრი არ მოგოს. სორი ჯერ კიდევ არ აქვს. ჩვენმა მეგობრებმა რამაზმა ერთი კვირით მოგვიბრძანა საოცარი ჯვარი. მე-12 საუკუნის ჯვარი. საოცარი ჯვარი არის? იცით თქვენ ბეშკენ და ბექაოპიზრები და მათი ნამუშევარია ეს ჯვარი. ბეშკენის აღზარვაკაწერო ბეშკენის დამზადებული ბეშკენოპიზრზე დამზადებული ჯვარია და მე გამოვალ და ყველას გამხსოვენ ამ საოცარ ჯვარზე, მეტყვი რამდენი ადამიანის ხელში ალბათ დაფონი ეს ჯვარი, რამდენი ადამიანი ეთხოვდა, რამდენი ადამიანს გატანილი ამ ჯვარს და მე რაღაცა აღადგინეს ეს ხეზე თუ დაკარგული იყო რაღაც ნაწილები ამ ჯვრის და მე აღადგინეს ეს ნაწილებით ესე აფრა ეს საოცარი ჯვარი და ამ ჯვრის მადმა დალოცოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პატრიარქი დაიფაროს, დაიცვას, ჩვენი ეკლესიის წმინდა მღვდელმთავრები დაიფაროს. თვითონ თქვენთაგან ღმერთმა დაგიცვა და დაგიფარო და ის კურთხევა, წყალობა, მადლი და სიკეთე არ მოხდებოდეს არც თქვენთაგან. ამინ.